ეს ლამაზი სანაპირო და მცირე ზომის მდინარე ერთი შეხედვით ბუნებრივად გამოიყურებიან, მაგრამ მათი მონახულება შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. მსოფლიოში მათ გარდა უამრავი შთამბეჭდავი და ამავდროულად სახიფათო ადგილი არსებობს. ამ ეპიზოდში იმ საშიში ადგილების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც უმჯობესია არასდროს ესტუმროთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე უამრავი საშიში ზღვა და სწრაფი მდინარეა, მაშინ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს მცირე ზომის მდინარე, რომელიც ინგლისში მდებარეობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. 105 კილომეტრის სიგრძის ბოლტონ სტრიტი თითქმის არაფრისგან გამოირჩევა, მაგრამ რეალურად ამ მდინარეში სიკვდილის ალბათობა 100%-ია იმ შემთხვევაში, თუ მასში ადამიანი ჩავარდება. საინტერესოა თუ რატომ არის ის ასეთი საშიში. სინამდვილეში სტრიტის სიღრმე ზოგიერთ ადგილას 65 მეტრია, რაც დაახლოებით 5 ავტობუსის სიგრძეს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ მდინარის სიგანე ზედაპირზე თითქმის 2 მეტრია, მის ქვეშ უამრავი წყალქვეშა გამოქვაბული და გვირაბია განთავსებული. ასობით ლიტრი წყალი, რომელიც სტრიტის ვიწრო კალაპოტში მიედინება, ძლიერ დინებას წარმოქმნის, რასაც მასში ჩავარდნილი ადამიანის მომენტალურად დახრჩობა შეუძლია. თუ ვინმე მდინარეზე გადახტომას შეეცდება, მას შესაძლოა სველქვებზე ფეხი დაუწდეს და წყალში ჩავარდეს, რის შემდეგაც მისი გადარჩენა შეუძლებელი ხდება. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ დაღუპული ადამიანების ნარჩენები მდინარეში სამუდამოდ რჩება. ეს კეიმადა გრანდეა, კუნძული ბრაზილიაში, რომელზეც უამრავი ქვეწარმავალი ცხოვრობს. კუნძულზე ძირითადად ბოტროფსები ბინადრობენ, რომლებიც ადამიანებისთვის საკმაოდ სახიფათონი არიან. ბრაზილიაში გველის ნაკბენის შედეგად დაღუპული ადამიანების 90%-ის მიზეზი სწორედ ბოტროფსები არიან. მათი შხამი თიშავს თირკმელებს, იწვევს შინაგან სისხლდენას და კანს ძლიერად აზიანებს. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, 43 ჰექტარის ფართობის კუნძულზე 2000-დან 4000 ქვეწარმავლამდე ბინადრობს. მათ ნაკბენს ადამიანის მოკლა 1 საათში შეუძლია. ბრაზილიის ხელისუფლებამ მოსახლეობას კუნძულთან მიახლოება ჯერ კიდევ წინა საუკუნის 20-იან წლებში აუკრძალა. თუ თქვენ ეს ადგილი მაინც დაგაინტერესებთ, კუნძულის დახურვამდე მომხდარი ისტორია, მისი მონახულების სურვილს სამუდამოდ დაგიკარგავთ. ამბობენ, რომ წარსულში იქ შუქურის მეთვალყურე ცხოვრობდა, მაგრამ ერთ ღამეს მას ფანჯრის დახურვა დაავიწყდა, რის გამოც შენობაში გველები შემოძვრნენ. მეთვალყურემ ცოლთან და სამშვილთან ერთად სანაპირომდე მისვლა და კუნძულის დატოვებას სცადა, მაგრამ ისინი ყველა მხრიდან გველებით იყვნენ გარშემორტყმულნი. სამწუხაროდ ყველა გარდაიცვალა. სიმართლეა თუ არა, ეს ისტორია არავინ იცის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ტროპიკული კუნძული ადამიანებისთვის სახიფათოა. დათოვლილი მთებითა და ირმებიანი მარხილებით ოიმიაკონის ზღაპრულ სოფელს მოგაგონებთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფელი ზამთრის არდადეგებისთვის იდეალურ ადგილს გავს, ის შესაძლოა თქვენთვის უკანასკნელი დანიშნულების პუნქტი აღმოჩნდეს. იგი ყველაზე ცივი ადგილია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ზამთარში იქ ტემპერატურა -58 გრადუსამდე ეცემა, ხოლო მისი მდებარეობის გამო სოფელში მზე დღეში მხოლოდ 3 საათიანათებს. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ამ სოფელში მხოლოდ 500 ადამიანი ცხოვრობს. ოიმიაკონში ბავშვების უმეტესობა სახლებში სწავლობს, რადგანაც სკოლისკენ მიმავალ გზაზე მათი გაყინვის ალბათობა საკმაოდ მაღალია. სოფელი პოპულარული 1924 წელს გახდა. სწორედ იმ წელს ოიმიაკონში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -71.2 გრადუსი დაფიქსირდა, მაგრამ ასეთი მკაცრი კლიმატი მხოლოდ ამ სოფელში არ გვხვდება. ზამთარში რეგიონში ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. მაგალითად 2020 წელს ორი მეგობარი, რომლებიც იაკუტსკიდან მაგადანის მიმართულებით მიდიოდნენ, მოულოდნელად გზაში დაიკარგნენ. იმ ღამეს ტემპერატურა -46 გრადუსამდე დაეცა და სამწუხაროდ ერთ-ერთი მათგანი ავტომობილში გარდაიცვალა. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ლამაზ სანაპიროზე გემრიელი კოქტეილის მირთმევა. ავსტრალიის კუნძული კაგარი პიკნიკისთვის თითქოს იდეალური ადგილია. მისი სანაპირო 241 მეტრის სიგრძისაა და იქ ჯუნგლებსაც ნახავთ. მაგრამ სანამ მის მონახულებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ამ კუნძულზე უამრავი საშიში ცხოველი ბინადრობს. პირველ რიგში ჯუნგლებში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ობობები, კაგარის ატრაციტები ბინადრობენ. ითვლება, რომ მათი შხამი სიდნეის ატრაციტების შხამთან შედარებით 6-ჯერ უფრო ძლიერია. შედარებისთვის, სიდნეის ობობების ნაკბენი ადამიანს 15 წუთში კლავს. ასე რომ თუ თქვენ ასეთი ობობა გიკმენთ, სუპერძალების შეძენის მომენტამდე ვერ მიაღწევთ. საშიშ სანაპიროსთან ახლოს წყალში ზვიგენები დაცურავენ, ამიტომაც მასში შესვლა აკრძალულია. დიდი თეთრი ზვიგენების გარდა, ოკეანეში მსოფლიოში ყველაზე საშიში მცირე ზომის მედუზებიც ბინადრობენ, რომელთა ნაკბენი ადამიანისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმს დროულად არ მიმართავს. ამიტომაც კუნძულზე, სადაც არც მაშველები არიან და არც კლინიკებია, ზღვაში ბანაობა შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ყველაფერთან ერთად იქ 240 საათი დინგოც ბინადრობს. ამ გარეულ ძაღლებს მხოლოდ ავსტრალიაში შეხვდებით. ისინი აგრესიულები ხდებიან იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მათ გაბრაზებას ცდილობს. ყველაფრის მიუხედავად, კუნძულზე 1500 ადამიანი ცხოვრობს და იქ ყოველწლიურად ჩადიან ტურისტები.
დასვენების დაგეგმვისას უმეტესი ჩვენგანი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ ადგილებს, სადაც შესაძლოა რაიმე საფრთხე არსებობდეს, მაგრამ ზოგიერთი ადრენალინის მოყვარული ადამიანი სახიფათო ადგილებს სპეციალურად ირჩევს. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ციცაბო კლდეებზე თოკების დახმარებით ადიან. იმ შემთხვევაში, თუ მთაზე ასვლა ერთ დღეში შეუძლებელია, ალპინისტები ჩერდებიან და კლდეზე ჰამაკს ან კარავს ამაგრებენ, სადაც ისინი ღამით იძინებენ. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვერვალი იოსემიტის ნაციონალურ პარკში მდებარეობს და მისი სიმაღლე 1524 მეტრია. ეს საკმაოდ ცნობილი ადგილია, რადგანაც ყოველწლიურად 50,000 ადამიანი მთის მწვერვალზე სპეციალური კიბის დახმარებით ადის. თითქოს ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალურად ეს გზა უსაფრთხო ნამდვილად არაა. მთაზე ასვლისას ტროსების დახმარებით წვრილსაფეხურებამდე აძრომა საჭირო, მაგრამ აღმართი ციცაბოა და მისი დახრილობა უკანასკნელ 122 მეტრზე 45 გრადუსია. თუ ამ მონაკვეთზე ვინმეს ფეხი დაუწდება, ეს შესაძლოა მისთვის სიკვდილით დასრულდეს. 2005-2020 წლებში ამ ადგილას 291 ინციდენტი დაფიქსირდა და 140 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. 25 ადამიანი ფეხის დაცდენის შედეგად გარდაიცვალა. 1985 წელს 5 ადამიანს მთაზე ასვლის დროს მეხიც კი დაეცათ. მოკლედ, მისი უწყინარი იერის მიუხედავად, ეს ადგილი საკმაოდ სახიფათოა. ვარსკვლავური ომების მოყვარულები ალბათ ამ ადგილს კარგად იცნობენ, მაგრამ ეს კუნძული შორეული galaktikis ნაცვლად დედამიწაზე მდებარეობს. სკელიგმაიკლი კლდოვანი კუნძულია, რომელიც ირლანდიის სანაპიროდან 13 კილომეტრის მოშორებითაა განთავსებული. მის მწვერვალზე მე-6 საუკუნეში აგებული მონასტერი დგას, რომელიც ზღვის დონიდან 229 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული. იქამდე მისასვლელად კი 600 საფეხურის გავლა ასაჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ ირლანდიაში წვიმები ხშირია, კიბეებზე ფეხის დაცდენის ალბათობა საკმაოდ მაღალია. 2009 წელს ამერიკელმა ტურისტმა წონასწორობა დაკარგა. კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა. 5 თვის შემდეგ იგივე ადგილას კიდევ ერთი ტურისტი დაიღუპა. თუ თქვენ კიბეებზე ასვლისას რაიმეს დაიზიანებთ, დახმარებას ვერავინ გაგიწევთ, რადგანაც კუნძულზე ადამიანები არ ცხოვრობენ. სასმელი წყალი არაა და მობილურიც არ იჭერს. სოფლიოში უამრავი ლამაზი ტყეა, მაგრამ მადაგასკარზე არსებული ეს ტყე მათგან საკმაოდ განსხვავებულია. ცინგიდაბე მარაჰას კირქვის ტყე იუნესკოს ნუსხაშია შეტანილი, რადგანაც იქ გიგანტური 100 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტებია განლაგებული. ისინი დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ ადგილს ოკეანე ფარავდა. მოგვიანებით ტექტონიკური აქტივობის გამო ზღვის დონე მიკლო, ხოლო მისი ფსკერი სიმაღლეზე აღმოჩნდა. დროსთან ერთად წვიმამ კირქვის ფორმა სრულიად შეცვალა. ეს ქვები იმდენად ბასრია, რომ მათ ტანსაცმლისა და კანის გაჭრა შეუძლიათ. ისინი საკმაოდ მჭიდროდაა განლაგებული. ამიტომაც ნაკრძლის დიდი ნაწილი ტურისტებისთვის მიუწვდომელია. ყოველ ჯერზე, როდესაც მკვლევარები ქვის ტყის სიღრმეში შედიან, ისინი საშუალოდ ცხოველთა 5 ახალ სახეობას პოულობენ. შრი-ლანკაზე მდებარე კლდე სახელწოდებით მსოფლიოს დასალიერი ულამაზესი ადგილია. მისი სიმაღლე 1 კილომეტრზე მეტია და იქიდან ჰორტონ პლეინსის ნაციონალურ პარკზე შთამბეჭ დავიხედები იშლება. მიუხედავად ამისა, ეს ადგილი საკმაოდ საშიშია. პირველ რიგში, იქამდე მისასვლელად ქვიან ბილიკზე 4 საათიანი სიარულია საჭირო, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად მუდმივი ყურადღება გმართებთ, რადგანაც ერთ არასწორ ნაბიჯს ყველაფრის დასრულება შეუძლია. 2015 წელს ჰოლანდიელ ტურისტს ფოტოს გადაღების დროს ფეხი დაუწდა და ის კლდიდან გადავარდა. 40 მეტრიანი ვარდნის შემდეგ ტურისტი მცირე ზომის ხეს შეეჯახა, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ადამიანებს ნაკლებად გაუმართლათ. საშიშ ბილიკზე ათობით ადამიანია გარდაცვლილი. 2011 წელს ავსტრალიელ ტურისტს კრისტოფერ პლიტერს ბილიკზე ფეხი დაუწდა. დიდი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გეიზერებით ცნობილი იელოუსტოუნი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაციონალური პარკია მთელს მსოფლიოში, მაგრამ მისმა ვიზუალმა არ მოგატყუოთ. პიკნიკისთვის საუკეთესო ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილიცაა. 2015 წელს ქალმა შვილთან ერთად მათგან 5.5 მეტრის მოშორებით მდგარ ბიზონთან სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ როდესაც ისინი შეტრიალდნენ, ბიზონი მოულოდნელად მათკენ გაიქცა და ქალს დაეჯახა. საბედნიეროდ ქალი გადარჩა, მაგრამ იელოუსტოუნში ტრაგიკული შემთხვევები ხშირია. ცნობილ გეიზერებთან დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგანაც თუ მათში ჩავარდებით, ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. 2016 წელს ტურისტი კოლინ სკოტი ამ ფაქტში თავადვე დარწმუნდა მას შემდეგ, რაც მან ოჯახთან ერთად იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში თერმული აბანოების მიღება გადაწყვიტა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თერმული აბანოა, მაგრამ იელოუსტოუნის პარკი მოქმედი ვულკანის თავზე მდებარეობს. ამიტომაც მისი გეიზერები 93 გრადუსამდე ცხელდება. ზოგიერთ ადგილას კი წყლის ტემპერატურა 227 გრადუსია. სკოტმა და მისმა დამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგანაც მათ ნორისის გეიზერში ჩასვლა გადაწყვიტეს. გეიზერის ნაპირზე სკოტს ფეხი დაუწდა და წყალში ჩავარდა. ამ დროს მასში არსებული წყლის ტემპერატურა 100 გრადუსი იყო. ბიჭი მომენტალურად გარდაიცვალა. მისი ნარჩენების ამოტანა დროულად ვერ მოხერხდა, ხოლო წარმოუდგენელი სიცხისა და მჟავიანი გარემოს გამო მომდევნო დღეს მისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. სამწუხაროდ ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. იელოუსტოუნის გეიზერებში მის გარდა მინიმუმ კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა.
პარკში გასეირნება განტვირთვისთვის იდეალური საშუალება. ინგლისში მდებარე ალნუიკის სასახლის ბაღები კი დასვენებისთვის ზედ გამოჭრილ ადგილს გავს, მაგრამ ის ისეთი უწყინარი არა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ბაღის ერთ ნაწილში სასიკვდილო ხაფანგია განთავსებული. სასახლის შხამიანი ბაღი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია მთელს მსოფლიოში, რადგანაც ამ ადგილას 100-ზე მეტი ტოქსიკური მცენარე ხარობს. მათთან შეხება ტრამვების გამოწვევა და ადამიანების მოკვლაც კი შეუძლია. მაგრამ საინტერესოა, საიდან გაჩნდნენ ისინი ამ ადგილას. ბაღი 2005 წელს დიდგვაროვანმა ჯეინ პერსიმ შექმნა, რომელიც 5 ჰექტარი მამულისა და სასახლის მფლობელია. მას სურდა ადამიანებს ცოდნოდათ, თუ როგორ გამოიყურებიან შხამიანი მცენარეები, მაგრამ ამ მცენარეთა უმეტესობა შემოღობილი არაა. ამიტომაც ნებისმიერ ცნობის მოყარე ან სულელ ადამიანს მისი მოწყვეტა შეუძლია, რაც დიდი ალბათობით მათი სიკვდილით დასრულდება. კომიქსებსა და ფილმებში სუპერმენის საიდუმლო საცხოვრებელი კრისტალის სასახლეა და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოგონილს გავს, ასეთი ადგილი რეალურად არსებობს. ის მექსიკაში მთის ქვეშ 305 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ეგრეთ წოდებული კრისტალური მღვიმე 2000 წელს მაღაროელებმა აღმოაჩინეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 26 მილიონი წლის წინ მაგმამ დედამიწის ქერქიდან გამოაღწია, რამაც მოგვიანებით და სიერა დე ნაიკას წარმოქმნა განაპირობა. ამის გამო მინერალებით მდიდარმა წყალმა მთაში შეაღწია, რასაც დროსთან ერთად გიგანტური ზომის კრისტალების წარმოქმნა მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ ამ გამოქვაბულის დათვალიერება სახიფათოა. საქმე იმაშია, რომ ის მაგმის თავზე მდებარეობს. ამიტომაც გამოქვაბულში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ხოლო ტენიანობა 90%-ია. ასეთ პირობებში გაგრილება შეუძლებელია. ამიტომაც 10 წუთის შემდეგ ადამიანები გონებას კარგავენ და კვდებიან. გარდა ამისა, ჰაერი იმდენად ტენიანია, რომ ჩასუნთქვისას ის ფილტვებში წყლად იქცევა. ტურისტებისთვის გამოქვაბულის დათვალიერება აკრძალულია, ხოლო მეცნიერები, რომლებიც მას სწავლობენ, სპეციალურ გამაგრილებელ ტანსაცმელს იცავენ. ამ შემთხვევაშიც კი გამოქვაბულში არსებული ტენიანობის გამო მის ზედაპირზე ფეხი მუდმივად სურავს. ამიტომაც გამოქვაბულში ფეხის დაცდენისა და რაიმეს მოტეხვის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუ თქვენ კოსმოსური ხომალდით სხვა პლანეტების მონახულებაზე გიოცნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ არამიწიერი ლანდშაფტი დედამიწაზეც არსებობს და ამ ადგილს დანაკილის უდაბნო ჰქვია. მისი ფართობი 9800 კვადრატული კილომეტრია და ის ეთიოპიის, ერიტრეისა და ჯიბუტის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნო შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მის მონახულებას ნუიჩქარებთ. ის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილას, ზღვის დონიდან -101 მეტრზე მდებარეობს. ამიტომაც უდაბნოს ზოგიერთ ნაწილში გავარვარებული მაგმა მოედინება. ასე რომ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილიცაა. ტემპერატურა ამ ადგილას 35-დან 54 გრადუსამდე მერყეობს. მაგმის მიერ გაცხელებული წყლის ტემპერატურა კი 93 გრადუსს აღწევს. ზოგიერთ ადგილას წყალი თითქმის მჟავადაა აქცეული. საინტერესოა, რომ ამ წყლებში ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ. 2017 წელს მათში აღმოჩენილმა ბაქტერიებმა მეცნიერები საკმაოდ გააოცა. მათი თქმით, ასეთ პირობებში შესაძლოა, ოდესღაც მარსეც ყოფილიყო სიცოცხლე, მაგრამ ეს დანაკილის ერთადერთი საინტერესო აუზები არაა. გაეტალეს წყალსაცავი მაღალი მჟავიანობის შემცველი არ არის, მაგრამ მასში მარილის მაჩვენებელი 53%-ია. ამიტომაც ის ყველაზე მარილიანი წყალსაცავია მთელს მსოფლიოში. ეს წყალსაცავიც მაგმის თავზე მდებარეობს, საიდანაც ნახშირ ორჟანგი გამოიყოფა. ამის გამო მათში ჩასული ფრინველები მომენტალურად კვდებიან. თუ ადამიანი ნაპირიდან 30 სანტიმეტრის მოშორებით დადგება, ის გაიგუდება. დანაკილის წყლები იმდენად ტოქსიკურია, რომ მათთან მიახლოებაც კი აკრძალულია. ბიკინის ატოლი ისე ჟღერს, თითქოს იქ სპანჯბობი და პატრიკი ცხოვრობენ, მაგრამ რეალურად 23 ნაწილისგან შემდგარი ატოლი მარშალის კუნძულების სიახლოვეს მდებარეობს. საქმე იმაშია, რომ წყნარი ოკეანის ეს კუნძულები რადიოაქტიურია. ამერიკის არმიამ მარშალის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა. 1946 წელს კი ეს ადგილი ატომური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა. კუნძულის დაკავების შემდეგ ამერიკელებმა მასზე მცხოვრები 166 ადამიანი მეზობელ ატოლზე, რინგერიკზე გადაასახლეს. მოგვიანებით კი ისინი კუნძულ კილიზე გადაიყვანეს, რომელიც ბიკინის ატოლთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია. 1946 წლის 1 ივლისს ამერიკის არმიამ პირველიც და ჩაატარა. 20 კილოტონის სიმძლავრის ბომბი ლაგუნაზე თვითმფრინავიდან ჩამოაგდეს. მას შემდეგ ატოლზე უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა. 25 ივლისს პირველი წყალქვეშა ატომური აფეთქება გამოსცადეს, რომელმაც ატოლის მიმდებარე წყლები რადიოაქტიურად აქცია. 1954 წელს იქ ერთ-ერთი პირველი წყალბადის ბომბი ჩამოაგდეს და არასწორი გათვლების გამო ის ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. აფეთქების სიძლიერე 15 მეგატონა შეადგინა, რაც ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეს 1000-ჯერ აღემატებოდა. შედეგად 3 კუნძული მთლიანად გაქრა, ხოლო რადიოაქტიურმა ნალექმა 129 კილომეტრით მოშორებული იაპონურ გემამდეც კი მიაღწია. გემზე მყოფ 23 ადამიანზე ძლიერმა რადიაციამ იმოქმედა, ხოლო მოგვიანებით იქიდან 1 ადამიანი გარდაიცვალა. 23 ჩატარებული კვლევის შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები კუნძულზე დააბრუნეს, მაგრამ აფეთქებების შედეგად კუნძულზე მაღალი რადიაცია იყო. ამიტომაც 1978 წელს ისინი კვლავ გადაასახლეს. მოსახლეობა ისევ კუნძულ კილიზე დაბრუნდა. დღეისათვის იქ 400 ადამიანი ცხოვრობს. ამერიკა ატოლის კვლავ გამოსადეგ ადგილად გადაქცევას ცდილობდა, მაგრამ რადიაციის დონე გრუნტში, წყალსა და ქოქოსებში საკმაოდ მაღალია იმისთვის, რათა იქ ვინმე ცხოვრობდეს. სამწუხაროდ ეს ტროპიკული სამოთხე ძველებური აღარასდროს იქნება.